საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას ატლანტიკურ საბჭოსთან საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოში საკუთარი მიზნის მიღწევასთან ახლოსაა. ისაუბრა ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მიერ მთავრობის არცნობის აუცილებლობაზეც. სალომე ზურაბიშვილის თანახმად მას ვერ წარმოუდგენია ამერიკული ხელისუფლება, რომელიც მეგობრად მიიღებს ისეთ სახელმწიფოს, რომელსაც არ გააჩნია დამოუკიდებელი ინსტიტუტები და კონსტიტუციისადმი პატივისცემა. მისი თქმით, მთავრობის არაღიარებასთან ერთად პარტნიორებისგან საჭიროა მეტად მკაფიო ოპოზიციაც, განსაკუთრებით ევროკომისიის მხრიდან. ვფიქრობ, რუსეთი საქართველოში საკუთარი მიზნის მიღწევასთან ახლოსაა. გვყავს მის მიმართ ერთგული მთავრობა, რომელიც რუსეთს შეუძლია მართოს. მთავრობა, რომელიც მოქმედებს და საუბრობს ისე, როგორც ამას აკეთებენ რუსები, რომელიც ისე ეპყრობა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, როგორც პუტინი. მთავრობას, რომელსაც არ აქვს არანაირი მისწრაფება ან ცდელობა დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. ეს კი რუსეთს არაფერი უჯდება. ეს მათთვის საკმაოდ კომფორტულია. მთავრობის არაღიარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. ამერიკის შეერთებული შტატები ვერ მიიღებს მეგობრად და პარტნიორად ისეთ სახელმწიფოს, რომელსაც აღარ აქვს არც ერთი ის ინსტიტუტი, რომელსაც ამერიკა წლების განმავლობაში უჭერდა მხარს. არანაირი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, არანაირი პატივისცემა კონსტიტუციისადმი გაყალბებული არჩევნები. ვერ წარმომიდგენია ამერიკული ხელისუფლება, რომელიც ასეთ ქვეყანას მეგობრად მიიღებს. ქვეყანას, რომელიც მეგობრად თამაშობს ზოგჯერ ჩინეთთან, ზოგჯერ ირანთან, ზოგჯერ ტერორისტულ ორგანიზაციებთან და არ გააჩნია პრინციპები. ევროკავშირი მხარს პასიურად მთავრობის არაღიარებით გვიჭერს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ცხადყოფს, რომ რეჟიმი ვერ გააგრძელებს საქმის ჩვეულებრივ კეთებას. სწორედ ამას გეგმავდნენ ევროპელებთან მიმართებაში, ისევე როგორც აქ ტრამპის ადმინისტრაციასთან ხელახლა ადაპტაციის ფორმით. არც ერთ შემთხვევაში ეს მიდგომა არ მუშაობს და არ იმუშავებს, მაგრამ მხარდაჭერისთვის ეს საკმარისი არ არის, ამას ვეუბნები ევროპელებს. მეტი გვჭირდება მეტად აქტიური დახმარება იმ ადამიანების, რომელთაც იჭერენ და ზოგჯერ აწამებენ კიდეც. გვჭირდება მეტად აქტიური რეაგირება იმ მრავალმხრივი რეპრესიებისადმი, რომელსაც რეჟიმი პროტესტის ჩასახშობად მიმართავს. ეს მცდელობები წარუმატებელია, მაგრამ ყოველდღე ახალ ფორმებს იგონებენ. ასე რომ ვფიქრობ, გვჭირდება მეტად მკაფიო პოზიცია, განსაკუთრებით ევროკომისიის მხრიდან.